7 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ დააკავა ბავშვის დედა და ბებია. არასრულწლოვან ძალადობის შედეგად სხეულის სხვადასხვა არაში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და აქვს ნაყბენები. არსებული ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში საღოროში ჰყავდათ გამოკეტილი და მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდნენ. უცენიათ დაუკბენიათ ბებიას და დედას, არ ვიცი ვინ რამდენი ზომით დაკბინა და როგორ უტყლაშუნებდა, მაგრამ ეს ფაქტია რომ უცენიათ. მერე ეს ბავშვი დაუმწყდებიათ საღორეში. საღორეში დაუმწყდებიათ და ბავშვის ნათქვამით ბავშვი ამბობს, მაძლევდნენ მარტო წყალსა და პურსაო. გაქცევა მოინდომა, ჯერ გაქცეულა, ესე იგი წინა მხრიდან, წინ მილიციის ისა პოსტია. გაქცეულა პოლიციას უკითხავს, რა გჭირსო, რატო ხარ გასისხლიანებული ჭოჭყიანიო, საღორეში დამწყდეული ბავშვი, გამხმარი გასისხლიანებული ტანსაცმელი. ხო და მერე ამათი შეშინებია და წასულა უკანა მხრიდან, ესე იგი ხილნარი აქვთ სახლის უკან, იმ ხილნარით წასულან სასაფლაოებით დედაჩემის სახლთან გამოსულა. დაკბენილია სულ ბავშვი, თან გადატყავებული, სისხლს შემხმარი, ერთ ადგილზე ისი არის შემხმარი, რომ ვერ გაასუფთავეს ისა. დედაჩემს ეუბნება, კარები ჩაკეტე, არ მოვიდეს ისინიო აქაო. უშინ მე სამსახურში ვიმყოფებოდი, პოლონეთში ვარ მე, თვითონ უკვე მეხუთე თუ მეექვსე თვეო არაკეთებ რომ ვიმყოფები. ბავშვთან კონტაქტი მქონდა, მაგრამ შემიზღუდეს კონტაქტი ბავშვთან. და ბავშვს არც მანახებდნენ, არც მას დალაპარაკებას, უფლებას არ მაძლევდნენ. ნახე ფოტოები და გაგიჟებული ვარ კაცი. ძილის არა მას ხალბატონო, არც მადა და არც ძილი არა მას, ისე გაგიჟებული დავდივარ კაცი. უნდა ჩასვან ორივე უნდა ჩასვან. ამ დროისთვის არასრულწლოვანი უსაფრთხო ადგილზე არის გადაყვანილი. დაკავებულებს 3 წლამდე თავის ბლების აღკვეთა ემუქრებათ.